ბიძინა ივანიშვილის ახალ არასამთავრობო ორგანიზაციაში ყოფილი მრჩევლის გია ხუხაშვილის ადგილი როგორც ჩანს არ იქნება და ყოფილი პრემიერი აქცენტს ახალ სახეებზე გააკეთებს. მოქალაქეს პირველი პრესკონფერენცია უკვე დაიგეგმა. საინტერესოა რომ ბიძინა ივანიშვილმა საკუთარ ორგანიზაციას მოქალაქე დაარქვა. დღეს ჩვენ გავარკვიეთ რომ ბიძინა ივანიშვილი უკვე საქართველოს მოქალაქეა. ეს გადაწყვეტილება სასამართლომ შარშან დეკემბერში მიიღო. ჩვენ მაქსიმალურად უნდა შეგვესწავლა საქართველოს საგამომცემლო და ზოგადად წიგნის ბაზარი. გიორგი საბანაძე ეროვნული ბიბლიოთეკის საზოგადოებასთან ურთიერთობისა და კულტურული პროგრამების განყოფილების უფროსის რანგში ბოლო პრეზენტაციას მართავს. რამდენიმე დღეში კი მუშაობას ყოფილი პრემიერის მიერ დაფუძნებულ არასამთავრობო ორგანიზაციაში შეუდგება. ოფიციალურად ის უკვე მოქალაქის აღმასრულებელი დირექტორია, თუმცა სამომავლო გეგმებზე 28 იანვრამდე დუმლს ამჯობინებს. 20-ვის შემდეგ მიმსახურეთ ნებისმიერ დროს. საჯარო რეესტრში არასამთავრობო ორგანიზაცია მოქალაქის დამფუძნებლად ბიძინა ივანიშვილია მითითებული. დოკუმენტაციაში წერია, რომ ის საქართველოს მოქალაქეა. როგორც ირკვევა ექს-პრემიერისთვის მოქალაქეობის აღდგენა 2013 წლის 26 დეკემბერს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილებით მოხდა. გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის 2012 წლის 29 ივლისის განჩინება და საკასაციო სასამართლოს მიერ მიღებულ იქნას ახალი გადაწყვეტილება. ბიძინა ივანიშვილის სარჩელი დაკმაყოფილდეს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ბათილად იქნა ცნობილი საქართველოს პრეზიდენტის 2011 წლის 11 ოქტომბრის 600 მეორე ბრძანებულება ბიძინა ივანიშვილისთვის საქართველოს მოქალაქეობის შეწყვეტის ნაწილში. წინამორბედის გადაწყვეტილებას არასამთავრობო ორგანიზაციის შექმნის შესახებ დადებითად აფასებს მოქმედი პრემიერი. რეალურად სამოქალაქო საზოგადოებას სჭირდება გაძლიერება, განვითარება და მე მიმაჩნია რომ ბატონი ბიძინა ამ მიმართულებითაც მოახდენს ძალიან დიდ ცვლილებებს და ძალიან ბევრ სასიკეთო ცვლილებას ჩვენი ქვეყნისთვის. არასამთავრობოებს ძლიერი ორგანიზაციის გამოჩენით სამოქალაქო სექტორის გაძლიერების იმედი აქვთ. თავისთავად ახალი ორგანიზაციის გამოჩენა ქვეყანაში და კონკურენციის გაზრდა პირიქით მისასალმებელია და ჩვენ ამ შემთხვევაში არანაირი პრობლემა არ გვაქვს პირიქით მივესალმებით კონკურენტების არსებობას. სოციალურ ქსელებში უკვე გამოჩნდა მოქალაქეს ორეული. ორგანიზაციაში აცხადებენ, რომ ოფიციალურად ჯერ არც Facebook-ის და არც ვებგვერდი აქვთ. მოქალაქეს ყავს აღმასრულებელი დირექტორი და თავმჯდომარე. სხვა დეტალები ამ დრომდე უცნობია. ბიძინა ივანიშვილის მოქალაქე ოფიციალურად 28 იანვარს გამოჩნდება.